მოგესალმებით ყველას. სატელევიზიო ჩარტებში ცოტა რთულდება ხოლმე, რომ სრულყოფილად გამოთქვა თვალსაზრისის, იმიტომ რომ დროის ფაქტორია ყოველთვის, ჩარო ადამიანი რომ მოასწრო ყველაფერი თქვა. ამიტომ ასე მშვიდად აგიხსნით რა ხდება დღეს მეღვინეობის სფეროში, კონკრეტულად აი ცვლილებებს გულისხმობ, რომელიც ახლა შემოაქვთ და მიზეზად და მიზნად ასახელებენ იმას, რომ უნდა გაიზარდოს ღვინის ხარისხი. ახლა ეს თავად კეთილშობილი მიზანია. ეს ზოგადად ვავიღოთ, მაგრამ მოდი დავუკვირდეთ სინამდვილეში რა ხდება. პირველ რიგში ეს მიზანი ჩვენ არ გვეხება საერთოდ მცირე მარნებს. არ გვეხება ორი მიზეზის გამო. ერთი, იმიტომ რომ ღვინის ხარისხზე სანერვულო ამ ნაწილში ნამდვილად არ არის. სწორედ აი ამ ნაწილში მცირე მარნებში ღვინის ხარისხი ძალიან კარგია და ხანდახან საოცრად მაღალიც. ეს ერთი მიზეზი და მეორე მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფოს საერთოდ არ აინტერესებს რანაირ ღვინოს აწარმოებს მცირე მარანი სტატისტიკის გამო. იმიტომ რომ მცირე მარნები მიუხედავად იმისა, რომ ღვინის კომპანიების 99% შეადგენენ თითქმის, აწარმოებენ მთელი ღვინის 3%-ზე ნაკლებს. ამიტომ სტატისტიკაში ამას მონაწილეობა არ აქვს და პირიქითაც არის, ჩვენ ყოველთვის ნერვულობთ იმაზე, რომ დიდი კომპანიები სახელს უფუჭებენ ქართულ ღვინოს, სწორედ მდარე ხარისხის ღვინის გამო. ამიტომ ახლა თუ იქ გამოსწორდება ხარისხი, ეს ყველასთვის კარგია საბოლოო ჯამში, მაგრამ ახლა ვნახოთ, როგორ აპირებს ამას სახელმწიფო. აი წარმოიდგინეთ, ისინი ასახელებენ მიზეზად, ანუ ცუდი ხარისხის მიზეზად იმას, რომ არ ვარგა ყურძენი, რომელსაც იბარებენ ქარხნები. კარგი. ახლა ვიკითხოთ, ეს კომპანიები ხომ ბიზნესებია. ისინი იხდიან ფულს. თუ სახელმწიფო მათ არ დააძალებს, რომ უხარისხო ყურძენი ჩაიბარონ და ამაში ფული გადაიხადონ, ისინი ბუნებრივია ამას არ გააკეთებენ. რატომ უნდა გააკეთონ? რომ მათ უნდა აწარმოონ ღვინო, მათი ღვინის ხარისხზე უნდა იქონიოს ამ ყველაფერმა გავლენა. ამიტომ ბუნებრივია ბიზნესი, რომელსაც ხარისხის მიღება უნდა, ცუდ მასალას არ ჩაიბარებს. ეს არის 2-4. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ისინი იბარებენ განურჩევლად ყველა ყურძენს, არის ის, რომ ამას აძალებს სახელმწიფო. ანუ იმისათვის, რომ გლეხი არ დაარჩეს განაწყენებული და შემდეგ არჩევნები რომ მოვა ხმამისეს ვიღაცა მაჟორიტარს თუ რაღაც პარტიას, ხო, ეს პოლიტიკური გუნდი, ასე ვთქვათ, აიძულებს შემდეგ დიდ წარმოებლებს აიძულებს როგორ ხანდახან არ ვიცი ხა ბევრი მეთოდი ექნებათ, მაგრამ როგორც მინიმუმ სუბსიდირებით, ანუ ისინი ეუბნება, რომ ჩვენ ვიხდით თანხას და შენ გაძლევთ ამ ვალდებულებას, რომ მიიღო ყურძენი, შენ არ გადაიხდი იმდენს, რამდენი საბოლოო ჯამში უნდა გლეხმა მიიღოს, იმიტომ რომ იმის ნაწილს ფარავთ ჩვენ და საბოლოო ჯამში ხდება რა, რომ იბარებენ ეს ქარხნები. ღვინო არის უხარისხო, არა მარტო ამის გამო, ხა ის ხარისხი კიდე ბევრი სხვა მიზეზია, რის გამოც არ ვარ გადაუშვათ ძალიან ხშირად დიდი წარმოებლების ღვინო, მაგრამ ამ ნაწილში ხა როცა მასალა არ გივარგა, რა ის იმედი უნდა გქონდეს, ხო შეუძლებელია. ახლა წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ დაანება სახელმწიფომ საერთოდ ამ ყველაფერს თავი. და ბიზნესმა თვითონ განსაზღვრა რა იყიდოს, რა არ იყიდოს, რა ფასად იყიდოს, ხო? ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ბაზარი სულ 2-3 წელიწადში თავად დარეგულირდება. ანუ მე ვენახები, ვისაც აქვს ყურძენი დაუშვა და არ აქვს მარანი და არ აქვს ღვინის წარმოება, ან დაიწყებენ ამ ღვინის წარმოებას თვითონ, მცირე რაოდენობით და კონკურენციაში შევლენ უკვე ჩვენთან, ანუ მცირე მარნებთან, რაც არის მისასალმებელი, ან დაანებენ ამას თავს და რა ვიცი ყურძნის მაგივრა დარგავენ ლეებს, ხო? ეს ხო თავისთავად ბაზარი ამას განსაზღვრავს. ხო, აქ ორი აზრი არ არის. ზოგი ჩურჩხელას გააკეთებს, ზოგი რაღაცას გააკეთებს. თვითონ მოიფიქრებს ყველა რა მოუგვაროს მის საკუთრებას, ხო? ამ შემთხვევაში მოდის სახელმწიფო ოღონდ და იმის მაგივრად რომ აი ასე მოიქცეს, უბრალოდ ჩარევა შეწყვიტოს და აცალოს ბაზარს თვითონ დარეგულირდეს, გეუბნება რომ მე ახლა შენი ვენახი ცოტათი ჩემიც არის. და მე უნდა გადაგიწყვიტო შენ რა დარგო, როგორ დარგო, სად დარგო, დარგო თუ არ დარგო, როგორ მოუვარო, გაწყვება ფინანსურად. ასევე, ნახეთ, ეს ფინანსური ტვირთი, რომელიც ამ კანონმდებლობაში დევს სინამდვილეში დიდ წარმოებლებს საერთოდ არ გააწვევათ.
იმიტომ რომ მათთვის ახლა ეს რამდენიმე 1000 ლარი, რომელიც უნდა გაიღონ იქ ანალიზისთვის, იქ რაღაც საბუთების შესადგენად და ასე შემდეგ. ეს ფაქტურად მათ ჯიბეს საერთოდ არ დაეთყობა, მაგრამ ძალიან დიდი ტვირთი იქნება უკვე მცირე მეწარმეებისთვის, მცირე მევენახებისთვის. გარდა ამისა, იქნება ეს რაღაც საბუთომანი, ეს მიდიმუდი, რაღაც ბიუროკრატიასთან ურთიერთობა, რომელიც არის არა მარტო ზედმეტი, არამედ საშინლად ცუდი იმ ყველა იმისთვის, ვისაც მეღვინეობა არის ცხოვრების წესი და არა ბიზნესი, აქ მოგებაც არ არის არაფერი ხა რო წარმოიდგინოთ, რაც კომპანიას მოგება როგორ არა აქვს, მაგრამ თლიანად ფაქტიურად იხარჯება ისევ ვენახში, ისევ მარანში და ეს ძირითადად არ ვიცი 99%-ში ამ ტიპის მეღვინეების, ამ ტიპის მარანების ეს არის ცხოვრების წესი. ცხოვრების წესი. ოღონდ ამის იქით არის კიდევ ერთი ძალიან დიდი რაღაცა. აი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოს გახდა და ხდება კიდევ უფრო პოპულარული, არის ღვინო. მაგრამ ტურისტი აქ რო ჩამოდის, იმათი ძალიან პატარა ნაწილი მიდის ამ რაღაც დიდი ინდუსტრიული ღვინის დასალებად, ხო? ძირითადად დადიან მარნებში. და ის რომ საქართველოს მიმზიდველი ხდება ტურისტულად, ამაში ლომის წვლილი, ერთ-ერთი ძალიან დიდი წვლილი არის სწორედ ამ მცირე მეღვინეობებისა. და ეს ახალი კანონმდებლობა კიდე რაც ძახის. უნდა შეზღუდოს ეს მეღვინეობები. უნდა გამოიწვიოს, ანუ დააყენოს ის პირობები, როცა ძალიან ბევრი შეეშვება საერთოდ ამ საქმეს. შემცირდება ექსპერიმენტები შესაბამისად. როგორც მარანში, ასევე და პირველ რიგში ვენახში. ჩვენ ვართ ახლა ძალიან დიდ გზაზე, როდესაც დაკარგულ ჯიშებს ნელ-ნელა მცირე მეღვინეობები მოიძებენ, აღადგენენ საკუთარი ხარჯი, საკუთარი რისკის ფასად. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ამას 10 წლეულები ჭირდება. და რამდენად საშიშია, როცა სახელმწიფო ზღუდავს ასეთი ტიპის ბიზნესს, უნდა წარმოედგინოთ აი შემდეგი ციფრებიდან, რომ იმ 70 ავაც ახსენებდა 70 წელიწადში, რომელიც ჩვენ გავატარეთ საბჭოთა კავშირის პირობებში, როცა არ არსებობდა მცირე ბიზნესი, არ არსებობდა ეს მცირე ვენახები და ხალხი თავისუფლად არ გავდა და აზდიდა ყურძენს. ჩვენ ამ გადაღებული 525 ჯიშიდან, რომელიც ამ პილოგრაფიაში დაფიქსირებული გვაქვს, 103 ჯიში დავგარგეთ. უბრალოდ გაქრა. და ეხლა სწორედ აი ამ 100 ჯიშის მოძიება მიმდინარეობს და რამდენიმე ახლა მოძიებული აღდგენილიც არის ისევ მცირე მარნების მიერ. და ამ პროცესს ექნება საფრთხე. რატო უნდა ექნებოდეს საფრთხე? შეუძლია ეს ვინ მახსნას თუ აქ არდევს რამე სხვა მიზანი. კიდევ ერთხელ გაუკვირდით. როდესაც მიზნად სახელდება ყურძნის ხარისხი, ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება უმარტივესად მხოლოდ იმით, რომ სახელმწიფო გავიდეს სფეროდან. ანუ შეწყვიტოს სახელმწიფომ უხეშად ჩარევა. არ აიძულოს რაღაც კომპანია, რომ მან ჩაიბაროს უხარისხო ყურძენი. როგორც კი ეს პირობა დადგება, ბაზარი თავის დალაგდება. ეს პრობლემა, რომ ღვინო უხარისხიანი გახდება ექსკლუზიურად თვითონ მეწარმის პასუხისმგებლობა. აქ არავინ და ვერავინ ვერ ჩაერება უხეშად ამის შემდეგ, ხო? ანუ ნახეთ, პრობლემა გვარდება სინამდვილეში უმარტივესად თუ მიზანი მართლაც ხარისხია და არა სხვა რა. და მთელი ამ მღელვარების მთავარი მიზეზი არის სწორედ ის, რომ მიზანი აქ არ ჩანს ის, რაც ასახელებენ. მიზანი ჩანს აქ ის, რომ ჩაერიონ თითოეული ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში, რომ მათ აკონტროლონ, ვინ რას აკეთებს, აქვს თუ არა მას საშუალება და უნდა ქონდეს თუ არა ვიღაც კონკრეტულ ადამიანს საშუალება, რომ აწარმოოს თავისი თუნდაც ძალიან მცირე მეურნეობა, რომ ელემენტარულად საჭმელი შეჭამოს. უნდა ყველა იყოს მათ ნებაზე დამოკიდებული. ეს არის აქ სხვა მიზანი არ ჩანს, რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ გაანალიზეთ თვითონ და ელაპარაკეთ ვისაც გინდათ, ვინც ამ სფეროში ერყვება. და თუ დამონებებთ თავს იმ რაღაცა უაზრო ქარდებს, რომელსაც გვიტრიალებენ, რომ ვითომ გაამართლონ ეს თავიანთი ჩარევა. ხო? ობიექტურად შეაფასეთ ყველამ, რა ხდება დღეს. კლავენ ჩვეულებრივად დაკს. ზღუდავენ ყველას და მიზანი არის ის, რომ გააკონტროლონ ყველა.
აი ამ რეალობის წინაშე ვარ დღეს ჩვენ და ამის გამო არის რომ ამდენი ადამიანი ნერვიულობს. მინდა მიმართო ასევე იმ მცირე მეწარმეებს, მეღვინეებს, მევენახეებს, რომლებიც სამწუხაროდ ვერ ხვდებიან რასთან გვაქვს საქმე და აყოლებიარენ ამ ფეხის ხმას და იძახიან რომ ოჰ, კარგი ვენახის გარეშე კარგი ღვინო როგორ იქნება. ბუნებრივად ვერ იქნება. რა ამაზე დაობს ვინმე? ამაზე ხო არ დაობს არავინ? რატო გვიტრიალებენ ამ ქარდებს უსასრულოდ? რაც არის ჩვეულებრივი ჭეშმარიტება, საერთოდ შეიძლება ამას დავა. მაგრამ საქმე ხო სწორედ ის არის, რომ მიზანი ეს კი არ არის, რომ ვენახი იყოს კარგი, არამედ მიზანი არის ის, რომ ჩაერიო ყველაფერში, ჩაერიოს სახელმწიფო ყველაფერში, ყველა ადამიანის ცხოვრებაში. აი ეს არის რა. მინდა კარგად დაფიქრდნენ მცირე მეწარმეები და შეეშვან ამ რაღაცა ტაშის გრიალს უაზრო და ხშირ შემთხვევაში უსირცხვილოთ, იმიტომ რომ არის ესეთი ხალხის, რომელიც ჩემი აზრით ხდება რაც ხდება, მაგრამ მაინც არჩევს რომ რაღაცა ენა უჩლიქოს და ეფეროს ბიუროკრატებს. ეს ძალიან ცუდად მეტყოლებს თქვენზე. დროა რომ დაფიქრდეთ უბრალოდ. იმედია ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. ერთ რამეს გეტყვით კიდევ. აი თუ უნდა ვინმეს მართლა რომ დაეხმაროს გლეხს, რომ ხარისხი გაუმჯობესოს თუნდაც ვენახში. ამისათვის კი არ უნდა ჩაერიოს იმაში, რომ დაუშვათ აუგრძალოს ან უფლება მისცეს ან რაღაც ხო. ეს მაინც საქმე არ არის. კერძო საკუთრება არის, კერძო საკუთრება და იქ არავის ჩარევა არ შეიძლება. პირველ რიგში სახელმწიფოს. მიხედავ მაგალითად სანერგეებს. ეხლა რო გვეუბნებიან რომ ვენახს ვერ დარგავ თუ სერტიფიცირებული სანერგედან ვერ არიყიდი ნერგს. რას მელაპარაკებით? ძალიან კარგია. თუ ხარისხიანი იქნება ეს ნერგი, მაგრამ ჯერ ერთი ამის განსაზღვრა თვითონ შემიძლია რა ვიყიდო და რომც არ შემეძლოს და ძალიან რომ მინდოდეს რომ კარგი ნერგი ვიყიდო რომელიღაცა იშვიათი ჯიშის. აი ხა რომ ჩამორეკოთ თეილი საქართველოს სანერგეებში რაც კი არსებობს სერტიფიცირებული, არასერტიფიცირებული. ნახავთ რომ ჯამში ეს ხალხი აწარმოებს რა ვიცი 10-15 ჯიშს. ეს მე მაქსიმუმს გეუბნებით რომ სინამდვილეში არის რა ვიცი რაღაცა 5-6-7 ჯიში რაც ძირითადად რეალებს. და რა გავაკეთოთ ახლა ვიღაცას უნდა რომ რაღაც დარგოს ისეთი რომელიც არ არის ამ წრებრუნვაში. როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა უარევთ ამაზე? თუ ველოდოთ იმას რომ ვიღაცა სანერგე როდის მიხვდება რომ იქნება კიდევ რაღაცა მცირე რაოდენობით მაინც აწარმოოს. ისიც ხო ბიზნესია, მასაც ხო მოგება უნდა. ის აწარმოებს იმას, რაზეც არის მოთხოვნა ხო? და მოთხოვნა კიდე არ გაჩნდება მანამ სანამ ვიღაცა საკუთარ რისკის ფასად რაღაცას არ ცდის. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ მე ვიღაცა არ მიბაძავს და ასე შემდეგ და მე რაღაც ახალი გაუვარდება რომ აი თურმეს ყურძენი კარგი ყოფილა და რატო არ ვაწარმოებთ. მანამდე ეს მოგება არ გაჩნდება. დღეს ჩვენ ამას ზღუდავთ. და რას მივიღებთ საბოლოო ჯამში? მე როცა ამხელა ცვლილებას გეგმავს ვიღაცა ბიუროკრატი როგორ შეიძლება ეს იმაში გამოიკეტოს კაბინეტში, არავის არ დაელაპარაკოს, საერთოდ არაფერი არ გაიგოს დარგის შესახებ და ეს სისულელები მოახვიოს თავს თველს ქვეყანას. რანაირად შეიძლება ეს? ხო უნდა გაინტერესებდეს, არა ხო უნდა ელემენტარულად გესმოდეს დარგი, როცა რაღაცაში ერევი. გამონებოთ იმას კიდე თავი რომ საერთოდ არ გაქვს ესეთი უხეშშარების უფლება. საერთოდ არ გაქვს, იმიტომ რომ ეს ანგრევს ეკონომიკას, აფერხებს განვითარებას. აქ არ ვლაპარაკობ ჩვენ რაღაცა დისკომფორტზე თუ კომფორტზე, რომელიც შეიძლება მეწარმე შეუქმნა. აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ გადასახადებზე და უშუალოდ გადაიხადოს თუ არა ვიღაცამ. არადა ეხლა ტენდენცია არის რომ აი ეს რაღაც სულელური რაღაც ხარჯები კიდე მოგოხვიონ თავზე რის გულისთვის. აი ხა შემოიღეს ცოტა ხნის წინ ნიშანდების გადასახადი, რა სისულელია ეს. ვითომ გეუბნებიან რომ აქციისგან ღვინო განთავისუფლებულია, ამ დროს იღებენ რაღაც სხვა გადასახადს, რატომ დაწესთ მაშინ აქციის ისე. ვის ატყუებთ? ეხლა გეუბნებიან რომ ანალიზში უნდა იხადოს ეს არ არის ბევრი გეო, როგორ არ არის ბევრი? როგორ არ არის ბევრი? როცა ადამიანს დაუშვათ 10 ჰექტარი აქვს და ჰექტარზე უნდა 1000 ლარი გადაიხადოს 3 წელიწადში ერთხელ ეს არ არის ბევრი.
გეუნებია რომ წადი იყიდე სანერგეში ორჯერ ძვირია არ არის ბევრი და თან ვერ ყიდულობ იმას რაც გინდა ხა თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეს სპეციალურად მოველაპარაკო სანერგეს რო აწარმოოს ის რაც მინდა რა იქნება იმის პასი აი დაფიქრეთ ამ ყველაფერზე რა და მე უკარი ტაში უსირცხვილოდ სრულიად და ის ხალხიც ვინც თითქოს სწორ რაღაცა მესიჯებს ამბობს ისე მორიდებით რაღაცნაირად ვიღაცა არ გაანაწყინოს და ვინმე გაანაწყინოთ ლაპარაკი არის იმაზე ვინც ერევა ძალიან ცუდად და აზარალებს დარგს სიმართლეც ვერ უნდა უთხრათ პირში გაბედულად დაფიქრდით და თავი მოუყარეთ ყველა არგუმენტს და შეაფასეთ სწორად ის ყველაფერი რაც ხდება ეს არის ის სფერო ის დარგი რომელიც არის ჩვენი იდენტობის ნაწილი რომელიც ჩვენ როგორც ქვეყანას გვქმნის და გვავითარებს და ამის ძალიან დიდი ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ზუსტად ტურიზმი და შეიძლება დღეს ეს ვერ იგრძნოს ვერავინ და ხვალ მაგრამ 10 წლიან პერსპექტივაში თუ ეს რეგულაციები შენ არ შუნდა იგრძნობს ყველა და იგრძნობს სუდად და რა უცილებლობა ამის მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაცა ჩინონიკმა ვერ გაიგო რას აკეთებს და მხოლოდ იმიტომ რომ ყველას გული უსკდება ერიდება რომ რაღაცა მართალი არგუმენტი გაბედულად თქვას და დაიცვას კარგით ამის თქმა მინდოდა ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება მაგრამ მე ვფიქრობ მართლა უსასრულოდაც არ ღირს რომ რაღაცა მოსმენაც არ დაეზაროს ხალხს ძალიან გრძელი არ გამოვიდეს ეს ჩანაწერი გისურვებთ უკეთეს ხვალინდელ დღეს